წარესიმართლე უნდა გითხრა. არაფერი არ შეიძლება. საერთოდ არაფერი არ შეიძლება, არაფრის იმედი არ მაქონდეს. აი შენი პრობლემა ისაა, რომ ზიხარ და სულ რაღაცას ელოდები. რაღაცა იდეა გაქვს თავში ჩადებული და გონია რომ ჩვენ ერთ დღეს გაიღვიძებ და ყველაფერი შეიძლება. არაფერი არ შეიძლება. ყველაფერი იქნება ისევ ისე როგორც არის და ნელ-ნელა თვიდან თვემდე წლიდან წლამდე სიკვდილს მიუახლოვდები. არავინ არ გადაგარჩენს. აი როდესაც ზიხარ და სკროლავ და ფიქრობ მეც მინდა ასეთი ცხოვრება. და ფიქრობ მეც მინდა ვიყო ძლიერი, მეც მინდა ვიყო ფულიანი, მეც მინდა ვიყო ის ოკეი, გინდა მერე რას აკეთებ? აბა დააკვირდი რამდენი რამე გინდა და მაგისთვის რას აკეთებ? ადექი სარკეში ჩაიხედე და თქვი აბა თუ მოგწონს ის ტიპი ვინც სარკიდან გიყურებს და თუ არ მოგწონს რას აკეთებ რომ შეიცვალოს სიტუაცია? შეიცვალოს ის ანტურაჟი სადაც ცხოვრობ, ბინა, სახლი, გეოგრაფია. თუ გინდა რომ სხვა რაღაცა მოხდეს, უნდა შეცვალო შენი თავი, შენი ფიქრები, შენი დამოკიდებულება. და ეს რომ შეიცვალოს, უნდა იმოქმედო. ერთი ადგილი უნდა აწიო და უნდა იმოქმედო. ისიც ხო არ იცი საიდან დაიწყო და რახან არ იცი საიდან დაიწყო, არაფერს არ აკეთებ. ნებისმიერი რაღაცა უნდა გააკეთო. ნებისმიერი რაღაცა რის გაკეთების შესაძლებლობაც ახლა ამ სიტუაციაში გაქვს, ადექი და გააკეთე. ადექი და გარეთ გადი. იარე, იوارჯიშე. მორში ჭამას. არიღე წიგნი წაიკითხე. ნებისმიერი რაღაცა უნდა გააკეთო. და როცა ამ რაღაცეების კეთებას დაიწყებ, რაღაცას დაგეგმავ. დილით ადრე ადგები, ვარჯიშს დაიწყებ, ჭამას შეწყვეტ. ხვალ არაფერი არ შეიძლება. არც ორ დღეში არაფერი არ შეიძლება. ისევ იგივე სიტუაციას დაინახავ დღეების განმავლობაში. რამდენიმე კვირაში ცვლილებების შემჩნევას დაიწყებ. რამდენიმე თვეში რადიკალურ ცვლილებებს დაინახავ. შეიძლება სხვები ვერ შეამჩნევდნენ, მაგრამ შენ შეამჩნევ. რამდენიმე კვირაში, რამდენიმე თვეში იმედის ნაპერწკალი გაგიჩნდება, მანამდე არ გექნება და აი ეგეთ მოწყენილობაში და საკუთარ თავზე ძალდატანებით მოგიწევს ქმედება. გეგონება რომ ყველაფერი ისევ უიმედოთაა. ეგეთ სიტუაციაში მოგიწევს ქმედება. მაგრამ ამ პერიოდს უნდა გაუძლო. ეს რამდენიმე კვირა, ეს რამდენიმე თვე უნდა გაუძლო. მე შეამჩნევ პირველ ცვლილებებს. პირველ ცვლილებებს რო შეამჩნევ, იმედი მოგეცემა და იმედი რომ მოგეცემა, მეტის კეთების სურვილი გაგიჩნდება და ახლა უკვე იმიტომ კი არ აკეთებ, რომ თავს აძალებ. იმიტომ აკეთებ, რომ ხედავ, რომ შეგიძლია. უფრო მეტი შეგიძლია რომ გააკეთო და მე უფრო მეტს აკეთებ და უფრო მეტს რო აკეთებ, უფრო მეტ ცვლილებებს ხედავ. მეტ ცვლილებებს რომ ხედავ, მეტად გჯერა საკუთარი თავის და მეტად რო გჯერა საკუთარი თავის, ადამიანების დამოკიდებულება შენ და მიიწვება. და თუ მანამდე არაფერს არ წარმოადგენდი, იმიტომ არავინ არ გამჩნევდა. ეხლა უკვე ყველა გამჩნევს. რაღაცას გზნობენ შენგან, შენში ქარიზმა იზრდება. გარეგნობას არ აქვს მნიშვნელობა. ჩნდება რაღაცა შენში, რასაც ადამიანები ამჩნევდნენ. აქამდე ვერ ამჩნევდნენ, იმიტომ რომ შენ თვითონაც ვერ ამჩნევდი. და შემდეგ აღარ გაჩერდები.